Რო ვისაუბროთ ევროზე, რომელიც არის ევროზონის ძირითადი ვალუტა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გაცვლითი საშუალება ცხადია ამერიკული დოლარის შემდეგ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროს ძალიან კარგად აქვს საქმე, ის არის გამყარებული დოლართან, უკვე ლამის ისტორიულ მაქსიმუმსაც კი უახლოვდება დოლართან მიმართებით მისი შეფარდება და ეს თავისი არსით აჩენს მოლოდინებს და განწყობას იმასთან დაკავშირებით, რომ ევროზონის ეკონომიკური მდგომარეობა არის ძალიან კარგად, ამის ფონზე ალბათ ევროპული საფონდო ბირჟაც რეკორდულ ნიშნულებს უნდა ანგრევდეს და ევროპაში ყველაფერი შესანიშნავად უნდა იყოს, რადგანაც ეროვნული ვალუტა არის გამყარებული და ამ ლოგიკაში არის სიმართლის მარცვალი, რადგანაც როგორც წესი, ასე გვასწავლიან ეკონომიკური თეორიის მიმდევრები, რომ მყარი ვალუტა ნიშნავს სანდო ეკონომიკას, ინვესტორების პოზიტიურ განწყობას და საბოლოო ჯამში სისტემურ სტაბილურობას. ქვეყნები, რომელთაც აქვთ ზე გაუფასურებული ვალუტა, ანუ ვალუტა, როდესაც ყოველდღიურად, საათობრივად, ან წამიერად, ან წუთიერად უფასურდება, იმათ ეკონომიკურად აქვს ძალიან ცუდად საქმე და ესეთი ბევრი ქვეყანა არის დედამიწაზე და ჩვენ ზოგიერთ ისეთი ქვეყანას გვინახავს, რომელსაც საკუთარი ეროვნული ვალუტა იმდენად გაუფასურდა, რომ მისი გაუქმებაც კი მოუწია და შემდეგ უკვე სხვა ვალუტაზე გადასვლა, მაგალითად, ამერიკულ დოლარზე. მოკლედ, ამ მიმართულებით ევროს აქვს ძალიან კარგად საქმე, როგორც თქვით, ეს არის განპირობებული თავისი არსით ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო სატარებო პოლიტიკით და აქ ევროს, ასე ვთქვათ, მიღწევა უფრო ნაკლებად არის. ეს არის უფრო მეტად დოლარის გაუფასურების ამბავი, ხოლო თავად დოლარის გაუფასურებაში შემაშფოთებელი თითად არაფერი არ არის, რადგანაც ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ამერიკის მთავრობამ მიიღო საკმაოდ დიდი მსჯელობის შედეგად და თავად დოლარის გაუფასურებას აქვს ერთი ძალიან კარგი მიზანი და ეს მიზანი ემსახურება რეალურად ამერიკული კორპორაციული სექტორის შემოსავლების რეკორდულად გაზრდას და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლოს ამერიკულ კომპანიებს იმაზე მეტი შემოსავალი და მოგება ექნებათ, რომელიც ჩვენ უდესმე გვინახავს და ამას სწორედ გაუფასურებული დოლარი განაპირობებს. მოკლედ, რადგან თქვით ევროზე ორ სიტყვა აქვე უნდა ვთქვათ იმაზე, თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იქნეს გამყარებული евро თავად ევროპის ეკონომიკისათვის. აქ შეიძლება ეს პარადოქსულად და დამაბრუნებლად მოგვეჩვენოს, როგორ შეიძლება ეროვნული ვალუტის გამყარება ცუდი იყოს ეკონომიკური კავშირისათვის, მაგრამ რეალურად ეს საკმაოდ ცუდია და ამას აქვს რამდენიმე ახსნა. პირველი ახსნა ის არის, რომ ევროკავშირი თავისი არსით არის ექსპორტიორი. მას მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ძალიან ბევრი რამე გასაყიდად, მათ შორის არის ნივთები, ამ ნივთებს შორის მოვიაზროთ, შეგვიძლია მაგალითად ფუფუნების საგნები, ამ მიმართულებით ევროპა ყოველთვის ლიდერია და ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხანი იქნება, აგრეთვე არის მაგალითად ავტოინდუსტრია, ამ მიმართულებითაც ევროპას ბადალი არ ყავს, საერთოდაც პირველი ავტომობილი შეიქმნა ევროპის კონტინენტზე და საუკეთესო ავტომობილებსაც ქმნიან სწორედ ევროპული ავტომწარმოებელი კომპანიები, ამიტომაც ექსპორტი ძალიან ძლიერია. აგრეთვე ევროკავშირი ყიდის საერთაშორისო ბაზრებზე პროგრამულ უზრუნველყოფასაც, ამავდროულად იგი ყიდის მედიკამენტებსაც და სხვა სახის პროდუქციასა თუ სერვისებს, რომელზედაც მოთხოვნა როგორც წესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს. მაგრამ გამყარებული евро იწვევს ამ ტიპის პროდუქციის გაძვირებას თავისი არსით, რადგანაც თუ კი მაგალითად რომ ვთქვა ადამიანს უწევდა 100,000 ევროდ Porsche-ს ავტომობილის შეძენა, ახლა ეს 100,000 евро უფრო მეტად უჯდება მას თავის ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, რადგანაც ევროს ფასი არის გაზრდილი ყველა ვალუტასთან მიმართებით, იგივე შეგვიძლია ვთქვათ, ლარშიც ადამიანს უფრო მეტი ლარის გადახვდა უწევს იგივე ფასად შეფასებულ Porsche-ში, რაც თავისი არსით იწვევს იმას, რომ შეიძლება მოხარებლებმა თავი შეიკავონ და არ იყიდონ ის ასურველი Porsche, მოიცადონ ან სხვა ალტერნატივა შეარჩიონ და ალტერნატივა შეიძლება იყოს მოწოდებული ან ამერიკის მხრიდან, ან იაპონიის მხრიდან, ან სხვა ნებისმიერი ბაზრის მხრიდან. ზუსტად იგივე პრინციპი ვრცელდება სხვა სახის მოწყობილობებზე, სხვა სახის პროდუქციაზე და სხვა სახის სერვისებზე და თუ კი ეს გამყარების ტენდენცია კიდევ დიდხანს შენარჩუნდება, სავარაუდოდ ისე მოხდება, რომ ევროკავშირის მიერ წარმოებული პროდუქცია შეიძლება უკვე ჩანაცვლებული იქნეს სრულად მისი კონკურენტების მიერ და კონკურენტები ამ პლანეტაზე ძალიან ბევრია, ზოგადად ყველანაირი მიმართულებიდან და განსაკუთრებით, როდესაც საუბარი გვაქვს დიდ ეკონომიკებზე, მაგალითად ჩინეთში აბსოლუტურად ყველაფერი აქვს ევროკავშირის საწინააღმდეგო. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს პროდუქტზე, არ არსებობს პროდუქტი, რომელსაც აწარმოებს ევროკავშირი და ის არ აქვს ჩინეთს ადგილობრივი შეთავაზები და თანაც ეს ევროკავშირი ჩინეთში აწარმოებს. ხო, თავისი არსით ორმაგად გამოდის ამ შემთხვევაში ფასების სხვაობა განსხვავებული და ჩინეთს ურჩევნია, რა თქმა უნდა, რომ უფრო იაფად შეიძინოს ეროვნული წარმოების პროდუქტი, ამაში ბევრი ახსნალ გამარტების ჩადებას აზრი არ აქვს. საბოლოო ჯამში მივიღებთ ალბათ ძალიან მალე ისეთ მოცემულობას, რომ ევროკავშირში ბაზირებულ კომპანიებს
რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებენ, ძალიან ცუდად იქნებათ საქმე შემოსავლების მიმართულებით, რადგანაც ფასები დრამატულად არის რეალურად შეცვლილი. ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს ამ კომპანიების ფინანსური შედეგების გაუარესებას, მათი აქციების ვარდნას. ამან შეიძლება მოგვიყვანოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებამდე, რადგანაც როდესაც მოგების მარჟა იკლებს, ამ დროს უკვე კომპანიას უწევს ხარჯების დაზოგვა და ეს ყველაფერი არის რეცეპტი რეცესიისა. და რეცესია ისედაც მთავარი პრობლემაა ევროკავშირისთვის, რადგანაც ბოლო 20 წელია ევროკავშირის ნორმალური ზრდა არ დაუდია 3% იყო მაქსიმუმი, რაც ვიხილეთ და ამ 3%-ს უბრალოდ ვერ აჭარბებს ევროკავშირი და ასეთ ვითარებაში 3%-თან ახლოს მისვლაც კი უბრალოდ სღაპარია, თუ მინუსი არ დაფიქსირდა, ეგეც უკვე დიდი გამარჯვება იქნება. მოკლედ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან რთულად არის საქმე და კიდევ ერთი საშიშროება, რომელსაც მყარი ევრო ქმნის, ეს არის დეფლაციური რისკი, რადგანაც ბაზარზე შეიძლება შემოვიდეს ახლა უკვე იმპორტირებული პროდუქტი, რომელიც გაიაფებულია. შესაბამისად, როდესაც იაფე პროდუქტი შემოდის ქვეყანაში, შეუძლებელია ადგილობრივი პროდუქტი გაძვირდეს. ეს უბრალოდ აზრს მოკლებული იქნება, ხოლო როდესაც გაძვირების ტენდენცია ჩერდება, ცხადია ეს რაღაც ლოგიკური მარჟა არსებობს ამისა, ეს არის წლეურად საშუალოდ 2% და თუ კი იმ 2%-ს ჩამოცდები და მინუსში წახვალ, ეს უკვე დეფლაციაა, ხოლო დეფლაცია გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა ეკონომიკურ კონტრაქციას, შემცირებას, რაც რა თქმა უნდა ევროკავშირისათვის არის ძალიან დიდი გამოწვევა. ყველაფერი ის, რაზედაც შენი საუბრე, ცხადია ისახება ევროზე როგორც ფინანსურ ინსტრუმენტზე, ოღონდ ევროზონის მასშტაბით, რასაც არეგულირებს ევროპის ცენტრალური ბანკი, იგივე ECB და როცა ევრო მყარდება და მყარდება საკმაოდ სერიოზულად, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვიხილეთ, ეს ცხადია ევროპის ცენტრალურ ბანკს, ანუ ევროპის მთავარ ფინანსურ მარეგულირებელს, გარკვეულწილად აღარ აძლევს საშუალებას თავისუფლად მოქმედებისა, ანუ ისე მოქმედებისა, როგორც ეს იყო მაგალითად დაგეგმილი თავის დროზე, რადგან ნებისმიერ ცენტრალურ ბანკს სჭირდება საკუთარი პოზიციების გრძელვადიანად დაფიქსირება და ძალიან დიდი ხნით გათვლა, რადგან ყოველი გადაწყვეტილება, რომელსაც ECB თუ საქართველოს ცენტრალური ბანკი თუ ნებისმიერი მარეგულირებელი ამ ტიპისა მიიღებს, არის ძალიან გრძელვადიანი, მაგრამ აი ამ ვითარებაში და იმ გვერდითი მოვლენების გამო, რაც ახლავს თან ამას, თუ კი ეს გრძელვადიანად გრძელდება, მაშინ უკვე თავისუფლად მოქმედების საშუალება აღარ რჩება ცენტრალურ ბანკს და აქვე ვთქვა ორი სიტყვა თავად გამყარების მიზეზებზე. აქ როგორც წესი გააჩნია ქვეყნის ეკონომიკას, გააჩნია სადვართ და რა ფაქტორები მოქმედებს, ბევრი ფაქტორთა ერთობლიობის გამო შეიძლება მყარდებოდეს ესა თუ ის ვალუტა, მაგრამ ევროკავშირთან მიმართებით ძირითადად სამი მიზეზია. ერთი არის, რომ ინვესტორებთა ნდობა შეიძლება გაიზარდოს ევროკავშირის მიმართ, რაც დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ამერიკის მიმართ პრეზიდენტის ბოლოდროინდელი ქმედებების გამო გარკვეულწილად შეირყა ნდობა, ну სულ-მცირე თუ ნდობა არ შეირყა, გარკვეული გაურკვევლობა გაჩნდა და ამ პერიოდში არჩევენ ინვესტორები, რომ სადაც დიდი პოტენციალი არის ქვემოთ ვარდნის, შეიძლება მათ ამჯობინონ, რომ მცირედი ზრდა, რადგან ეს ვარდნა არ არის და ასე შემდეგ და გარკვეული ნაწილი შეიძლება აქედან გადადიოდეს ევროში, სწორედ დოლარიდან ევროში. მეორე მიზეზი არის თავად ამერიკული დოლარის დასუსტება, რაც უკავშირდება აგრეთვე დონალდ ტრამპს და ცხადია პარიტეტი და ბალანსი არის ყოველთვის ვალუტებს შორის, როცა ერთი მყარდება, მეორე უფასურდება და ასე შემდეგ და ახლა უკვე ძირითადად ეს ყველაფერი მაინც ამერიკული დოლარის მხრიდან არის მოტივირებული და კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ევრო არის გამყარებული, არის ის, რომ ევროპა გარკვეულწილად უსაფრთხო თავშესაფრად აღიქმება ინვესტორების და ზოგადად ადამიანების მხრიდან. იქ ევროპაში როგორც ცნობილია, ევროკავშირის სულ-მცირე ომი არ არის, ასეთი დიდი მასობრივი ესკალაციის საფრთხე არ არის, ქვეყნების უმეტესობა შედის ნატოში, მათ ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალი აქვთ და ხელფასებიც მაღალია და ხალხი მთლიანობაში საშუალო სტატისტიკურად ძალიან კარგად ცხოვრობს და არც ისე ბევრი სოციალური პრობლემა, როგორც არის მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცხადია ეს ყველაფერი ქმნის დადებით მოლოდინებს და მოლოდინები ყოველთვის გარდაიქმნება უკვე იმ ვითარებაში, რასაც ვხედავთ როგორც ვალუტებთან მიმართებით, ასევე უშუალოდ საფონდო ბირჟაზე. და აქვე უნდა დავამატოთ ისიც, რომ საერთო ჯამში ევროს გამყარება ყველასათვის ცუდი არ არის. ამითი პირველ რიგში ხერს იღებენ ევროპელი ტურისტები, რომელთაც მოგზაურობა ისედაც ძალიან უყვართ და გამყარებული ევროთი რეალურად ისინი უფრო მეტ უცხოურ ვალუტას ყიდულობენ და შესაბამისად ქვეყნებში, როდესაც ჩადიან სამოგზაუროდ, მათ აქვს შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი სერვისი და პროდუქტი მიიღონ, უფრო ნაკლები დანახარჯით. ეს არის ერთ-ერთი პირველი მთავარი ბენეფიტი და მეორე უპირატესობა არის მცირე კომპანიებთან მიმართებით, რომლებიც იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, რომელთაც ახლა უკვე შეუძლიათ, რომ საკუთარი ევროს ანასოდ უცხოეთიდან უფრო მეტი პროდუქტი შემოიტანონ და შემდეგ ის ან მოიხმარონ, ან გაყიდონ. მაგრამ ეს როგორც თქვი არის შედარებით მოკლევადიანი ეფექტი, რადგანაც გრძელვადაში თუ გაგრძელდა ევროს ასეთი გამყარება, სავარაუდოდ უკვე საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება ევროკავშირის ეკონომიკა.